ეხლა შემოგთავაზებთ ჩანახს, ჩანახის რეცეპტს. ავიღოთ ხორცი. ძალიან სასურველია თუ იქნება, რა თქმა უნდა, ბატკნის ხორციდან კეთება. თუ არ არის, საქონლის მწიფე ხორცი უნდა იყოს. უნდა დაიჭრას 60 გრამიან ნაჭრებად, 60-70, რაც შეიძლება დიდი ნაჭრები და კარგად ბევრ ცხიმში უნდა მოიშუშოს, თუ იქნება საქონლის ცხიმი, თუ არა და თქვენთვის მისაღები ცხიმი რაც იქნება. კარგად რომ დაიბრაწება, უნდა დაეყაროს ამას ხახვი, ბლომად და ხახვთან ერთად მოიშუშება. როგორც კი უკვე ხორცი თითქმის მომზადებული არის, ამას მიცემთ მარილს, მიცემთ შავ წიწაკას და გადადებთ, თუ გაქვთ სასურველია, ბრტყელი თუჯის ჭურჭელი. ბრტყელი რო იყოს, რომ მოწყობა შეიძლებოდეს. ეს ხახვიანი ხორცი, მოშუშული ხორცი უნდა შეკმაზოს სათითაოდ ტომატში, ასეთი ტომატიანი ნივრით, ტომატში ნივრით და უნდა გაუკეთო ამას ცოტა ნიორი. ტომატი ნიორი და დანაყული ქინძი. შემდეგ ავიღებთ ბადრიჯანს საშუალო ზომის. საშუალო ზომის ბადრიჯანი უნდა გაიჭრას შუაზე, ჩაჭრათ უნდა სიღრმეში და მუცელში გამოუსვათ მარილი და ნიორი და დაუდოთ ამ ხორცს გვერდით. ამის შემდეგ ამას დაუდებთ ბრგვალად გათლილ კარტოფილს. შემდეგ აიღებთ ისე მოვაწყობთ ასე, ზუსტად ასე, კანკაცლის პომიდორს. პომიდორს რო კანი გააცალოთ, უნდა ჩაჭრათ უკან ეს ჩაჭრათ დანით და დაასხათ მდუღარე წყალი და ამის შემდეგ მთლიანად მთელი ჩააწყოთ უნდა პომიდორი. ისე გაიმეორებთ წრესავეთ ამას ყველაფერს. ბადრიჯანი, ხორცი, პომიდორი, ბადრიჯანი, ხორცი, პომიდორი შეკმაზული და ამის შემდეგ დაასხით ამას გახეხილი პომიდორი გადაკმაზული საწებლეს ნიორში, დანაყულ ქინძში. გემოვნების მიხედვით რა მწვანელიც გჭირდებათ და ან მოგწონთ და გიყვართ. ამას ყველაფერს როცა გაამზადებთ, შედებთ ღუმელში და გამოვაცხობთ. როცა გასინჯავთ, რომ უკვე მზად არის კარტოფილიც, ხორციც, ჩანგლით უნდა გასინჯოთ, გადმოიღებთ და გემრიელად მიირთვით.